ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან ამერიკანელოისის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული შენობის წინ მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. დღეს დილიდან ადმინისტრაციულ შენობასთან ისევ შეიკრიბნენ მექანიკური საამქროსა და ქარხნების მუშამოსამსახურეები. გაფიცულთა მოთხოვნები ისევ უცვლელია: ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ადამიანი რომელიც გეუბნება 100%-ს ვერ შევასრულებთ, რაც გაქვთ რა თქვა მიო, უკვე რაღა არის, არაფერი. ასე რომ გაფიცვა გრძელდება ახლა მაღაროებზე ავალთ, დიდი მაღაროები რომლებიც არის, დანარჩენი შემოგვიერთებება მივაწვით ტელეფონით ყველაფერს ინფორმაციებს რაც გვინდა. შეიძლება პარალელება გახდეს ქალაქის. რკინიგზას გადაიკეთება, ტრანსპორტი გადაიკეთება აბსოლუტურად. არ ამიღია ხელფასი ნორმალური 170 ლარი ევიღე და 250 ლარი ბანკში მაქვს შესატანი და ვერ შემაგ. არა მაგ და მიტო არ მეყო ხელფასი, ასე ცოტა ხელფასი არ ამიღია რამდენი ხანია. მე არის და ისეთ სამსახურში მუშაობთ, კანალიზაცია არის ჩვენთან. სადაც ჩვენ ვდგავართ, შკაფებში არის კანალიზაცია შემოსული, ვერ შევდივართ. გუშინ გაფიცულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა, რის მიხედვითაც მაღაროელებს პროტესტი უნდა შეეწყვიტათ და სამუშაოს დაბრუნებოდნენ. თუმცა შეთანხმებით უკმაყოფილო მაღაროელებმა დღეს დილიდან ისევ აქცია განაახლეს. გუშინდელისგან განსხვავებით დღეს აქციას შეუერთდნენ სტალინის მაღაროს მუშამოსამსახურეები. ხელფასი არა გვაქვს. ნორმალური ხელფასი არ გვაქვს და აქვს წდება ოჯახში, აქვს წდება ბანკებში და ვითხოვთ ამას, რომ ხელფასი იყოს ნორმალური. მიღწეული შეთანხმებები არ ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს ჭიათურის მაღაროებში ხდება. კონკრეტულად ყურადღებას გავუმახვილებ ჯანდაცვაზე და საავადმყოფოზე. მოგეხსენებათ, რომ 31000 ვიზიტი განხორციელდა 2013 წლის განმავლობაში ჭიათურელი მაღაროელების ზესტაფონში და ეს ხალხი უბრალოდ ელემენტარულ წამლის გამოსაწერად ხდება ვალდებული წავიდეს ზესტაფონში და იქ ფერომედის საავადმყოფოში მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მხრიდან გაფიცულებს ისევ შეხვდა ზურაბ ჯანიაშვილი. კომპანიის მხრიდან კი საჯარო კომენტარი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. გაფიცვა დაიწყო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. არანაირი მოთხოვნა გუშინაც დაყენებული არ ქონდათ. უბრალოდ მეერე როცა ამოვიდნენ და მოლაპარაკების პროცესში გაირკვა რა აწუხებდათ, როგორ აწუხებდათ, ამ ყველა საკითხებზე, აბსოლუტურად ყველა საკითხებზე შევჯერდით. ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა ადგილობრივი მაჟორიტარიც და ასევე გამგებელიც. რამოდენიმე საკითხი იყო განხილული, რომელიც ყველაფერზე შევჯერდით და მათ თქვეს, რომ მოეწერა ხელები შემიძლია ეს დოკუმენტი გაჩვენოთ კიდევაც. და ღამის ცვლა შევიდა ჩვეულებრივად სამუშაოდ იმუშავეს და დღეს დილას 8 საათზე რატომღაც ისევ გადაწყვეტეს, რომ გაფიცულიყვნენ. მოთხოვნები ჩვენ არ ვიცით. კვლავ რატომ გაიფიცნენ, მოთხოვნები არ ვიცით. ჩვენთვის არავის მოუმართავს, არც წერილობით, არც ვერბალურად, აქ არავინ არ ამოსულა. და არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. შესაბამისად ჩვენ არ ვიცით რატო არიან გაფიცული. ჩვენთან საუბარში საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ გაფიცვა ხვალიდან უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. მისივე თქმით, ხვალ ჭიათურაში საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები ჩამოვლენ. ეს გადავწყვიტეთ უკვე შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტი, გადაწყვეტილება მიღებულია ესე ვთქვათ, რომ მეორე წლიდან დღესდღეობით ვაპირებთ და ახლა დავხვდებით ავტობუსებს, რომ ჩვეულებრივად წავა გაფიცვა, ესეთნაირად როგორც იყო 2012 წელს. ისიც გავიგეთ ახლა, რომ ხვალ ჩამოვზანდება ეკონომიკის მინისტრი ბატონი კვერიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ასევე კახიკალაძე. გაფიცვას მაღაროელები ამჟამადაც აგრძელებენ. ამ დროისათვის მხოლოდ მღვიმევის მაღარო და რგანის მაღაროს ერთი უბანი მუშაობს.